ეს Chevrolet-ი მყავს უკვე წელიწადი გახდება რა, ალბათ არ ვიცი. ახლა აი ნახეთ როგორ უბრალოდ Ford-ზე უნდა გადავჭდე და როგორ არ მინდა ამას ვყიდი და აი როგორი აგრეხილი გზა არის, შეხედეთ რული როგორი სწორად დგას. მერე დავაკვირდი, ანუ რაც არ მომწონს ამ ფუჟენში, არა და 2019-იანი 36 მილით არის ნაყიდი ფუჟენი. და რული აქვს მოსკვიჩივით. ანუ AS რო გადადიხარ, AS-ე ყეობს. ანუ მაგ მანქანას ვერაფრით ვერ შევეგუერა. ანუ რისი თქვა მინდა რომ შევადარო ეხლა ეს მანქანა Chevrolet-თან, უბრალოდ წამოყვანის დროს ფოთიდან დავნიშნე, მაშინ აი B-მაგ დანიშნული 17105 არის გავლილი ამ მანქანი და 241 ლიტრი მაქვს უჩასხმული რა საწვავი. გარდა ამისა, არ ვიცი, იმედენად კომფორტული მანქანა მე ფუჟენზე ვეღარ გადავჯექი. არ ვიცი, იმედენად მივეჩვია აი ამ მანქანას. რა პლუსი კიდე შეიძლება დაუწერო ჩვეულებრივი პაკეტია ეს არა არც პრემიუმი არაფერი არც ვიცი როგორი ალბათ იქ საერთოდ სასაული იქნება ფუჟენის ჩვეულებრივი სამაქ მაგნიტოფონი იქა მაგრამ საშინელი აკუსტიკა ხმა საშინელება არის აი ეს ღილაკების განლაგება ის ერგონომულადაა განლაგებული რომ იცი სადღაც დააჭირო სიარო ფუჟენს უნდა ეძებო თვალებით სად ჩააჭირო აკუსტიკა საუკეთესოა ფუჟენში მუსიკის ჩართვა არ მინდა იმდენად საზიზღრობა არის ну საწვავი გითხარით თვეში ელექტროენერგია რა მომდის მაქსიმალური როცა მაქსიმალური რაც მომსულია 49 ლარი ну 300 კილოვატ თუ აცდები ისე თუ არა უცდი ანუ ელექტროენერგია მომდის თვეში 42-38 აი დაახლოებით აი ამ თანხაში. აი ეს გავიარ თან ქალაქში 17105 კილომეტრი ერთ წელიწადში. აი ქალაქში მაქვს თან ეს გავლილი თითქმის რა ორჯერ ვიყავ დასავლეთში. მოკლედ რის თქმა მინდა მე ჩემი გამოცდილებით მე უბრალოდ ყიდი რატო იმდენად მომეწონა მეორე თაობა მინდა ვიყიდო რა ეს მანქანა და კიდე რა მანევრი ფუჟენის ანუ მიმავალზე, აი ხა წავალ ტრასაზე და ესე რომ რული ააქნიო და არ ვიცი შეიძლება ამოტრიალდეს მანქანა რა. სპორტულ ზარაზე არის, მანქანა არ ირწევა. საერთოდ აი როგორც გინდა მანქანა აქანავეთ, დინამიკაში დგას. მანქანა არ ირწევა ესე რაღაც აკვანივით. ფუჟენზე ანუ რულის გადაკვრა მეშინია იმ ხელაზე იქნებს ტრაქს. მოკლედ არ ვიცი ამან პლუსების მეტი რა უნდა თქვა ამ მანქანაზე მართლა ძალიან მიჭირს ახლა გადაჯდომა სანამ მეორე თაობა არ ვიცი აქებენ მეორე თაობას თუმცა აქვე მინდა დავამატო რომ ეს მანქანები თავის დროზე აი ამ მანქანაში 42,000 გადახდილი და ძალიან ძვირი ღირდა ის მეორე თაობა ახალი მაღაზიიდან 33,000 ღირდა ეგრე იწყებოდა 36-მდე ადიოდა ესენი 42-დან 47-მდე ადიოდნენ თუ 8-მდე პრემიუმი რომელიც არის და საკმაოდ ძვირია რამდენად იძახიან უფრო ჯობიაო ის მეორე თაობა ნუ გასაგებია რომ წლოვანებაც ახალი აქვს და ტექნოლოგიურად ნუ ციფრულ ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილი თორე ისე მექანიკა რაც იყო ეგ არის მაგრამ კი შეიცვალა ამას აქვს თურმე პაჩებნიკები იმას ცეპზე აქვს შიგნით და უფრო ხშირად გიწევს ზეთის შეცვლა აი ესეთი ნიუანსები აქვს იმის რა ქვია კოლოფს რო ვეძახით რა გიბრისს სადა კოლოფი მაგრამ გამძლეობით ხო გეუბნებით ისე ხარისხიანად არის ეს მანქანა გაკეთებული მე Toyota-ებზე ვიყავი მაგრამ გააოცებული ვარ აი იმდენად შეიძლება აქ ესეთ ნიუანსები როგორც ეს ცაფკის პაჩებნიკებში აქვს რაღაცა შაიბები რომელიც უტყდება და ნუ რა თავისთავად ეხლა 16 კილოვატი LG-ის აკუმულატორი ლითიუმის აკუმულატორი ზის აქა და თავისთავად ეხლა უფრო პრობლემური იქნება პრიუსში აფერი არ არის მსგავსი ამის ნახევარიც არ არის ჩასმული და პრიუსი ახალი C-ზე ვსაუბრობ იწყება $22,000-დან ეს როცა აღიქს 42 ღირდა და მესამე თაობა მე რომ ვნახე მაღაზიაში 24 თუ 25 ღირდა პრიუსები